რა ღირს ენდრო? 3 ლარი. ეს ხო აუჩა? კი. რა ღირს? 80 ლარია. საღდგომო სუფრაზე რას აპირებ რომ გქონდეთ? ისეთი ძვირია ყველაფერი, რომ ერთადერთი ჩაქაფული თუ გავაკეთე. ხორცი ვიყიდე და მწვანილი ხორცზე ძვირი ჯდება. ფასები არანორმალურია. ნავთობის ბაზარი უფრო იაფია ნამდვილად. ანუ აპირებ საღდგომო ფასებია. სუფრის გაკეთებას. ახლა ტრადიციულად რა თქმა უნდა გილოცავ დამდეგს. რა გიჩნდება წელს საღდგომოს? 300 ლარი. რა ღირს ხორცი? 40 კილო. ბატკნის ხო? მარც ხორცი არის რო იწყიან იაფი და არც არაფერი. რა გიჩნდება წელს საღდგომოს სუფრა? ძალიან ძვირი. მე რაღაცა შემოსავალი მაქვს ხელფასის სახით და მე ვერ წვდები და ხა წარმოიდგინეთ პენსიონერები ან სოციალურად დაუცველები ან ზიცით აი მწვანილი ძალიან გამაოცა მწვანილი კი ძალიან ძვირი საღდგომოს სუფრა რა უჩნდება მოსახლეობას თუ გაკეთებს? ძალიან ძვირი. მაგრამ ზედათ წვანელის გამო ბოსტნეულმა მომეტა წამფაში. თავი გასვლა ხორცის მატება ძალიან ბუნებრივია. ბოსტნეულის მატება არის არაბუნებრივი. მაგრამ ნუ ახლა რაღაც პრობლემები რო არის მაგაზე ლაპარაკი აზრი აქ არა. რამდენი ვილაპარაკეთ მაგაზე. როგორი ფასები დაგხვდათ წელს ბაზარში რომ გამოხდეთ საღდგომოს? გივანიშვილ შეეკითხა, მე რას მეგიძლია. კვერცხი რა ღირდა? 80 თეთრი. ყველაფერი გძირია, აი რო რას დაადებ ხელს რომ გძირი არ იყოს. ყველაფერი აბსოლუტურად. აი შესაძლებლობა როგორ მშიერი უნდა დარჩი ამ ქვეყანაზე და მეტი არაფერი არ არის გამოსავალი.